80 წლისა ვარ მე და დღეს გამოვედი, იმიტომ რომ ჩემს შვილიშვილებს მე ვერ ვიცხოვრე ნორმალურ ქვეყანაში და იმათ მინდა რომ იცხოვრონ კარგად, იყვნენ თუ კარგი არ არის ევროპა, პარლამენტარების შვილები რატო არ არიან აქა? წავიდნენ რუსეთში. იმათ უნდათ ევროპა ჩვენც გვინდა, ნორმალური პენსია მინდა, 400 ლარი, წამალს ვიყიდი, საჭმელს ვერ ვყიდულობ, საჭმელს ვიყიდი, წამალი არა მაქვს. და ამიტომ გამოვედი აი 80 წლის მოხუცი და მდგავარ აგერ აქა. თავარი სათქმელი ის არის, რომ ანუ არ მინდა ხვალ ჩემმა შვილმა გაიღვიძოს ისეთ ქვეყანაში, სადაც რუსები იქნებიან ბატონების, პატრონების და ყველაფრის გამკარგველებიც და ეს დავინახეთ თავიდანვე ფაქტიურად ამ მთავრობის მოსვლის პერიოდში ნაცვლად გამოჩნდა რუსული პროპაგანდა, რის შედეგებსაც ზუსტად დღეს ვიმტით. ჩემი აქ დგომის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ვიბრძვი ჩემი თავისუფლებისთვის და ყველას მოვუწოდებ იმისაკენ, რომ გამოვიდნენ დღეს აქ, გვერდში დაგვიდგნენ და დააფიქსირონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი. და ასე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი დღესდღეობით სახელმწიფოს, როგორ თქვა, არ ვიცი, უბრალოდ სახელმწიფოს გადარჩენა ერთ-ერთი რა, რომ ჩვენი სახელმწიფო დღესდღეობით მეტად განვითარებული იყოს და მეტად ძლიერი, ვიდრე დღესდღეობით არის. და რაც ხდება, საერთოდ არ მივემხრობი ამ გადაწყვეტილებას და მით უმეტეს ევროკავშირთან შეჩერებას. ევროკავშირში გაწევრიანება კარგია, მაგრამ ახლა თუ მაინც შეჩერდა, რა უყოთ. ცირა ქართულ ოცნებას გინდუნდოდეს, გინდა არ უნდოდეს, ვერაფერს ვერ იცავს. ქართული ოცნების მონდომებაზე ეს ნაკლებად არის დამოკიდებული. ნაკლებად არის დამოკიდებული. იმიტომ რომ ევროკავშირის ლიდერები ქართულ ოცნებას ნაკლებად მოусმენ. აი იმიტომ რომ ევროკავშირიდან როცა გინდა შეხვალ გამოხარდა რუსეთი თუ ბუდიშემ სიტყვით რომ თავზე დაგაჭდა ვეღარ გადმოიყვან მეორე აღარ შევყოთ თავი ყურში რუსეთი არ მინდა დღეს ვდგავარ იმის გულისთვის, რომ ეს რაც დღეს ხდება, აი ეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმება, ჩვენი პოლიცია რასაც აკეთებს, დარბევები, ძალადობა, ჟურნალისტებზე ძალადობა, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. ხელისუფლება უნდა ემორჩილებოდეს ქართველი ხალხის ნებას და ეს ხელისუფლება არც ქართველ ხალხს არ აურჩევია, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ არჩევნები და ეს არ არის ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება არის ევროპული არჩევანი, ევროპული მომავალი, ევროპული გზა და მე ვთვლი რომ ჩვენ ევროპული გზიდან ვერ გადავუხვევთ. აუცილებელია ყველა ქართველის გამოსვლა, წაგვართვეს ხმები, დაგვახიეს კონსტიტუცია თავზე, არჩევანი წაგვართვეს ევროპისკენ და ვიცავთ ჩვენ ხმებს. სოლიდარობას უცხადებთ თბილისში ახალგაზრდებს ყველას ვინც გამოდის და ის სისხლი არ უნდა შერჩეს მათ, რომელიც იმ ახალგაზრდებმა დაღვარეს რუსთაველის ქუჩაზე. დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს საფრთხე ემუქრება. საფრთხე არის ჩრდილოეთის მეზობლიდან, რუსეთისგან და რუსეთის პრორუსული ხელისუფლება დღეს გაგვდა. ეს პრორუსული ხელისუფლება უნდა თავისი ჭუჭყიანი და ფეხებით და ხელებით აურიოს მთელი ქვეყანა და ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალი. როგორც დედა ისევ დგავარ აქ. ორი შვილი ემიგრაციაში მყავს. ერთი შვილი წინა ხაზზე იბრძვის თბილისში ამ აქციებზე. რა გითხრათ, აბა 21 საუკუნეში ადამიანს იმის ახმა და გააზრება რო უჭირს, სად მივყავართ ამ ხელისუფლებას, ეს ცალკე პრობლემაა. როგორ შეიძლება რომ ამ ხელა გადაწყვეტილებას პროტესტი არ მოყვეს ქვეყანაში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ იღვიძებს ეს ახალი თაობა და აი ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე მგონია რომ ზღაპრის ბოლო კეთილი იქნება აუცილებლად. ჩემი საქართველოს გამო მიწევს ახლა რომ აქ ვიდგე ჩემს მეგობრებთან, ჩემს უცხო ხალხთან ერთად, მაგრამ ამავდროულად აი ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. მიწევს რომ გავაცნო მეცადინეობა რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო და ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, როგორშიც ყველას გვინდა რომ ვიცხოვროთ. მინდა რომ ჩემს საქართველოში შევძლოს სწავლის გაგრძელება და არ მომიწიოს რომ წავიდე სხვაგან გადაკარგულში და დავტოვო აქაურობა. ვარ პედაგოგი, მაგრამ მიწევს მიტინგებზე დგომა 1988 წლიდან. სამწუხაროდ აგერ 36 წელია და
რა თქმა უნდა, ცალსახად საქართველოს ევროპული ნათელი მომავლისთვის დგავარ აქ, დგავარ ახალგაზრდებისთვის, მასწავლებელი ვარ, დედა ვარ და მინდა რომ მათ კონდეთ აი მართლა ისეთი მომავალი, რომ საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების უზრუნველყოფა შეეძლოთ. ჩემთვის როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის სიახლოვე ინტეგრაცია ევროკავშირთან და ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე მე უკვე მესამე დღეა ვდგავარ აქ და გამოვხატავ ჩემ პოზიციას, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ქვეყანა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ის რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურად აჩერებენ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებულ საკითხებს 2028 წლამდე. ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უკუსვლას და მინდა რომ ახალციხეში უფრო მეტმა ადამიანმა თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, იდგეს აქ. ამ ჩემი აქ დგომით ვაპროტესტებ იმ ცნობილ 78 მუხს, რომელიც ჩვენმა მთავრობამ უარყო და გადაგვიწია რამოდენიმე წლით. ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით ევროკავშირში გარკვეული ხანი და ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა მართლა სწორი ნაბიჯებით და მართლა გამართულად და არა ისე როგორც თქვათ, გავიმეორებ პრემიერ-მინისტრის კოჭლობით, ჩვენ კოჭლობით არასოდეს არ გვივლია ქართველებს და ვიცი, პატრიოტიზმი ისედაც სულში მაქვს და როგორც პატრიოტიც ასე ვდგავარ მე აქ და ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ იმიდან, რომ ამ ბოლო 2 ღამის განვითარებული მოვლენების შემდეგ ნამდვილად არ მქონდა მორალური უფლება, არ გამოსულიყავი და ჩემი დამოკიდებულება არ გამომეხატა. გმობ ყველანაირ ძალადობას და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს ახალგაზრდების მიმართ არ უნდა ხორციელდებოდეს ესეთი არაადამიანური დამოკიდებულება. მე როგორც პედაგოგი და როგორც ადამიანი, რომელიც წლებია ვმუშაობ ახალგაზრდებთან, ვიცი თუ როგორი სულისკვეთების ადამიანები არიან და დღევანდელი ახალგაზრდები არიან ალბათ საუკეთესო თაობა, რაც კი ოდესმე ყოლია საქართველოს და როგორ შეიძლება მათი ასე ფეხქვეშ გათელვა.